თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე მოკეიფე და მხიარული ხალხი გვერქვა დანარჩენ 15 რესპუბლიკას შორის. ზუსტად ასე ჩვენ აღვიქმებოდით ღვინის დამლევ, არაყის გამომხდელ, ფეხზე დამდგარი თիկნის შემწველ და უკიდეგანოთ ზედახორა სუფრის გამწყობ ქვეყანად. ყველაზე მთავარი სევდა ამ ამბავში კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი გვიხაროდა, სხვა რომ ეკონომიკებს ქმნიდნენ და რეალურად მდიდრდებოდნენ, ჩვენ რესპუბლიკის მასშტაბით ცეკვა თამაშით და სუფრების გაშლით ვიყავით გამორჩეული. გაჩაღებულიც ჰქონდა და დავალებულიც ეს ყველაფერი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. საბჭოთა კავშირმა დაგვამუღამა, მოგცეს კეიფის უფლება. არ ვიყავით საშიში მათთვის და ჩვენ თუ ვიკეიფებდით, იცოდნენ რომ მეტი არაფერი გვინდოდა. ხოდა ჩვენც კეიფობდით და ვკეიფობდით. ამიტომაც არსებობდა სტერეოტიპი. ქართველი კაცი მოკეიფე კაცია. სუფრა ხომ აკადემიაა და ჩვენც მეტი რა გვინდოდა. თავი აკადემიკოსები გვეგონა და ვინც კეიფი არ იცოდა, მათ დავცინოდით კიდეც. სარწმუნოებაშიც მიგვიშვეს. აზერბაიჯანს კაცრად ეკრძალებოდა და სხვა ქვეყნებს. სარწმუნოების თემები ჩვენ არა. დიდად არც კვერცხის შეღებას გვიშლიდნენ, არც ჯვრის ტარებას, არც ნათლობებს, მეტიც რაიკომის დივნები ყავდა ხშირად ნათლიებად, რადგან არ ვართ ღრმად რელიგიურები, იცოდნენ რომ ზერელე ვართ ამ ამბავშიც და არ ვიყავით საშიში. რელიგიური ექსტრემიზმი ჩვენგან შორს იყო და ჩვენზე ყოველთვის ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. რა უჭის კაცო და ასე ვცხოვრობდით. სხვები რომ ეკონომიკას ქმნიდნენ, ჩვენ ვკეიფობდით. გვინოსაც ბევრს ვაწარმოებდით, ოღონდ როგორც ამას მნიშვნელობა არ ქონდა. მაგიური საბჭოთა ბაზარი ყველაფერს სვამდა, ასე რომ გვეყიდებოდა და ჩვენც ლეწავდით ამ მართლაც ჩვენი ქვეყნის მთავარ კულტურაში, ხან შაქარს, ხან წყალს და ხან კიდევ რაღაც ქიმიურ უბედურებასაც, მთავარია ბევრი ყოფილიყო. ცოდვა გამხეილ იჯობს, ჩვენ კარგი ღვინო მაშინ ვისწავლეთ, როცა რუსეთმა ემბარგო დაგვადო. ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ უნდა შევსულიყავით კარგი ღვინით მსოფლიო ბაზარზე, რადგან ის, რაც რუსეთში შევქონდა, დანარჩენ მსოფლიოს არ ჭირდებოდა. კი ნამდვილად ასია. ემბარგომ გვასწავლა, რომ მართლა ღვინის სამშობლო ვართ და ღვინო არის კულტურა და არა ის უკულტურობა, რასაც საბჭოთა პერიოდში სუფრებზე კადრულობდით. ჩვენ გვეგონა კარგად ცხოვრობდით, ნამდვილში ეს მითი იყო. გვაჯერებდნენ, რომ საწყალი ამერიკელები მონობაში იყვნენ და ერთეულები კაპიტალისტები მდიდრდებოდნენ. სინამდვილეში ჩვენთან მდიდრდებოდნენ ერთეულები, ხოლოდ რაიკომის მდივნები, ტრესტის მმართველები და მათი ცოლშვილი. ბოლოში კი ვნახეთ, ვინ აღმოჩნდა საწყალი, ამერიკელები თუ ჩვენ. ფარსზე აგებული სახელმწიფო იყო. ყველა იპარავდა, ძირს უთხრიდნენ ქვეყანას. თუ არ იპარავდი, დებილი იყავი. ამიტომაც ჩამოინგრა საბჭოთა კავშირი ლოგიკურად და არა სამწუხაროდ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი.